Დამაცადეთ ვასწორებ. მაგრამ ვერ ვასწორებ. გამარჯობა ხალხო, მოვედი. დაჯენანა, ეს უნდა წელზე შემოვიხვიო, დაიცათ, ვაიმე. ეს თქვენი ნანა რომ აღარაფერად ავარგა. ეს ვაიგედი. ბუნტია ხო გადაცდა. ეს თქვენი ნანა რომ აღარაფერად აღარავარგა. თარო თითონაც რო არ ატყდება, არ ავტყდები მე. გამარჯობა ხალხო, ეხლა სიმართლე თქვით რომ არავინ არ მელოდებოდით. ეხლა რატომ ხელები დავიბანი და იმიტომ ავიკაპიცე აი სახელოები. ხალხებო, რა ხდება და დღეს ძალიან ისამაკ საღამო მაქვს გასვლითი სველი მაქვს თმები, თითქოს ისამაკ აი სულ დასველებული წვიმს, წუნწუხია, მთელი დღე წვრილად აწვიმს და ეხლა თითქოს ისა, რა ქვია? რაღაცა ხრიშივით მოდის. რა ქვია? ინდოჩემდე წავიდა და მეთხოვა. ისა იღო, რა ქვია, მაგას რაზე შენიას, რა ქვია, უფლება. ნეტა რატომ არის ბნელი თუ როგორ არის ვერ ავხვდები. ხო და წავალთო მე და ჩემი მობილიო ერთი სულით მელოდებაო რომ გარაჟიო წავიდეთო სამღერლად წადით მეუთხარ წადით საქმე მაქვს ჯერ გავედი აქ ხელით არ მომიტანია ურიკით წავედი ურიკარს რა ქვია რამდენი წერს რომ რატო იმას არ აყიდულობო რა ქვია მაგას არ ვიცი გორგოლაჭებიან ჩანთოს მაგ ხალხო რას არ ავყიდულობ რაც თავი მახსოვს მაგ რო არ ამჭირდებოდა მაინც ამქონდა ხო და მაგით წავედი იმიტომ რომ რძე რომელსაც მიირთმევს ერთჩემი ფისუნია კატა ქმარი ისაღირს 2 ევრო ლიტრი და ლაქტოზას გარეშე ძიმილი და ეხლა იყო არ ვიცი რა ეტაკად და რა არ ეტაკად ფასდაკლებით იყო ევრო და 59 ფაქტიურად რამდენი 50 კაპიკი ჩენტეზი ნაკლები და წავედი და ვიყიდეთ 18 ბოთლი ანუ 3 შეკრულა ხო და ეხლა ჩემ წაფიქრდი რა მოვიგე რა დავზოგე მეთქია 9 ევრო კი დავზოგე მგონია ხო და 9 ევრო კიდე ფული არ არის მაგრამ არის ეხლა რატო ხო მე ამოვიტანე რძე დავაგდე წავედი ყავა დავლიე ყავა დავლიე მე აფთიაქში წავედი ნემსები ვიყიდე გავაგრძელო მეთქი გავიკეთო ერთი კვირა მაინც გავიკეთო ნემსები რომ წუხელ ღამის 2 საათზე დავირტყი მარტო კამბნელაში ბნელი არ იყო შუქი კი იყო იმაში აბაზანაში მაგრამ ბნელა იყო სახტი არ გავაღვიძე ჩემი ქმარი და დავირჭე ნემსი ბარკალში იმიტომ რომ ვთქვი რომ არ დამაძინებს მეთქი მე მტკიოდა კარგი ეგეც მოგახსენეთ ხო და მე რომ აფთიაქში წავედი ვთქვი რომ აფთიაქიდან მალე გამოვედი და ვიფიქრე საი წავედი და მოდი სუპერმარკეტში წავალთქო წავედი ხო და რაღაცები ვიყიდე და ვთქვი რომ დრო მაქვს საჭმელი კი უნდა გავუკეთო ჩემ ძვირფას მეუღლის მაგრამ მაინც ცოტა დრო მაქვს მეთქი და მოდი ბარემ პატარა ვიდეოს ჩავწერ რა ვიყიდესი და ფასებთან დაკავშირებით გეტყვით ახლა რამდენი გადავიხადე და საქართველოში კიდე რო ვუყურებ საახალწოდ აი გამოიძახეთ მზასუფრა მაგაზე არ მისაუბრე ერთი კაი საჭორაო მაგაზე მაქვს კიდე ისა გამოიძახეთ სუფრა ყველაფერი მოვა 300 გრამი ეს სალათი 300 გრამი ის სალათი პატარა კონტერიტორი 300 გრამი რა არის ხალხო მაიონეზიანი კარტოფილიანი სალათი 2 კოვზი უკვე 300 გრამია ესა ეს მოგივათ ის მოგივათ ერთი ცალი შემწვარი ქათამი იქიდან საჭმელი პატარა საცივი თუ ბაჟე რაღაცა რა ვიცი მე პატარა ფიალა მოკლედ რაღაცები აი რო გაშალო ისე რომ იკიკნაოს ადამიანებმა 1 საათი 2 საათი ვერ იქეიფებ მაგაზე მთელი ღამე ვერ გაათენებ ვერ დალე არ არის იქ საჭმელი და რასაც მე ვხედავდი რა რაც რეკლამები ვნახე და აი ამდენი ეს მოგივათ ეს მოდის ის მოდის რავი მოდიოდა რაღაცა სალათები ბაჟე ესეთებში გოზინაყი ალბათ აუცილებლად ერთი შემწვარი ქათამი კიდევ ამბობ ის საჭმელი იყო ქათამი ხო და 300 ლარი
300-350 ლარი. გავიგე რომ 300 ლარი, მაგრამ იმ საღამოთი რომ შეჭამდილით რომ გაიღვიძებ არაფერი არ აქვს. აი რატო უნდა იწვალოთ იგივე გექნებათ ყველაფერი სუფრაზე, გექნება, მაგრამ ვერ შეჭამ. ხო და მოკლედ არ ვიცი, ალბათ ყიდულობ და კი არა, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ყიდულობ და მაგას საკვებს, მზა ყველაფერს. ეხლა დამიწერთ ვიცი კომენტარებში რომ რო დაიანგარიშო, მასალა იგივე ჯდება და კიდევ უფრო ძვირი გავიგე, მაგრამ ამ მასალით ამდე დააფეთქებულით ჯერ ერთი სალათის მასალით 2-3 ნაირი სალათი შეგიძლია მოამზადო. ანუ იმის თქმა მინდა რომ ქათმის სალათი ის ვინეგრეტს რა ქვია, ოლივიე, კიდე რამე სალათი შეიძლება ერთი ცოტა დიდი მაიონეზი იყიდო და იმით 3 გააკეთო და თან დიდით ასები. მოკლედ თქვენ ნება რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან საერთოდ მე სულ ვამბობ ხოლმე ბევრი ბიზნესები მაქვს გამოვლილი, ვინც არ იცით რავი გეტყვით და ვინც იცით ხო იცით. ძალიან ბევრნაირი ბიზნესი მაქვს და ყველაზე კარგი ფული კეთდება, სადაც გას საანთებ და ქვაბს დადგავ. ანუ იმის თქმა მინდა რომ საკვები რასაც გააკეთებ, იქ არჩება ფული. და ის არ იფიქროთ რომ აი დავზოგავ, მზას ვიყიდი და მასალას არ ვიყიდი, იმ მასალით დამიჯერეთ 3 მაგი გამოგივათ, თუ მეტი არა. არქ ეგ ჩემი საქმე არ არის, ჩემს ვაფიქსირებ უბრალოდ. ხო და ეხლა ნაყიდობების ვიდეოებიც ხო არის ხოლმე. ეხლა იუთუბერებს მე აღარ უყურებ, ვეღარ უყურებ, TikTok-მა წამიღო, ხო იცით თქვენ და იქ უფრო უყურებ ხოლმე პატარ-პატარა ვიდეოებია, რაღაცებს რო სკროლა, ისე არავის არ ვეძებ რა და მხვდება. ხო და რაღაცა 1-2 რაღაცა სისულელეებში 100 ლარი, ისე 100 ლარით მოდიან რომ ერთი დღის საკვები არ არის. არ ვიცი ეს მაღაზიებში ასეთი ფასი, ბაზარშიც იგივე ხდება. ამბობთ რომ ბაზარშიო გვატყუებენ. ბაზარში მე 20 წლის უკან საკუთარი იმით დადიოდა ყველა სასწორით. და თუ არ გინდა რომ მოგატყუონ, ცოტა კუდი ყავარზე არ უნდა გადო და სასწორი უნდა წაიღო და აწონი და ვერ მოგატყუებენ. არ ეს სიამოვნებათ, მაგრამ რა შეგენაღლება. ხო და ეგრე. ეხლა რა ვიყიდე, მოვაყოლოთ. ახალი ჩემთან არაფერი არ არის, რა ვიცი მე დილასაკეთ დავდივარ გადაჭენებული იქით აქეთ. არ ვიცოდი დილით რაო, გამემზადები და სადილი ჩავედი ბარში ტერეზას გოგო იყო. მე ვთხარი რა საჭამ დღეს მეთქი. ეგ ცალკე იკვებება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეზე რძის პროდუქტებს ვერაფერს ვერ აჭამს რა მოკლედ და გლუტენის არაფერს და რა საჭამ მეთქი და რა ვიციო მითხრა ბრინჯი მაქვს დღესო და ჩაურევ ქათამსო პამიდორსო რავი რაც იქნება ყველაფერს ერთად ჩავყნო და შევჭამ. მე რა გავჭამო მეთქი და შენაო რიზოტო გააკეთეო გოგრით. ვაი მე მევთხარ შენ გაიხარე. გავაკეთე ბატონო გოგრით რიზოტო, გავუკეთე ბეკონი, პანჩეტა, როგორ გითხრათ არ ვიცი, შებოლილი ბეკონი. იმით ცოტა გააგემრიელებ და ბოლოს რომ მომზადდა უკვე ჩავადე ისა ფილადელფია და იმით ამალგამარი არ ვიცი ქართულად როგორ არის, მანტეკარი როგორ არის ქართულად. მოკლედ იმით მერე შევაზავე და კაი გამოვიდა. მერე ისა მოცარელა მქონდა, დიდი ფიორდი ლატე რაღაცები და მიირთვა რა, მე მეორე აღარც მიჭამია. ეგ იყო ჩემი ამბები. ეხლა რა ვიყიდეს, მიუბრუნდეთ ჩვენ და დავიჭოთ აჩკი. ეს ვიყიდე, ხო, ეს ერთხელ ვიყიდე ოღონდ შეფუთული იყო და ესე ასაწონი არ მიყიდია, პირველად ვიყიდე, დავგეკარები დავკეტო თორე ბრაბუნებს. წავიდე გათბობა ჩავრთო და ამავიწყდა. ეს არის პარმიჯანა რეჯანოს პარმეზანის კრემი ყველი. მე ვთხარი აბა შენ ჭირიმე ისა წაიკითხე ლაქტოზა თქია თქო და ისა გაჩვენებთ ახლა აი ესეთი კილო ღირდა 20 სუნი კარგია. ყოს მოვიტან, კარეს დავკეტავ, ყოს მოვიტან რომ გავსინჯო, თორე ბრმა მეყოლება. მოიდი. ხო და არ მასვენებს მაღალი ღმერთი რო წავალ, ხო ვიცი რომ ფული უნდა დავხარჯო არა?
ვეგდებოდი სახში და არ დავხარჯავდი. აია. ძალიან თავისი ხრიში აქვს. გრანულები აქვს და ძალიან კარგი გემოა. დაძველება აქვს მგონი 40 თვის დაძველება. ეხლა ეს კოშკაც დავთოთ. ხო, ეგ ვიყიდე. ეს არის ბეკონი. ბეკონი ვიყიდე, ხვალე უნდა წავიდეთ ხილბოსტანის საყიდლად გვერდზე ქალაქში და გეგმა მაქვს რომ ვიყიდო ბადრიჯანი და ყაბაყი და გავაკეთო რულეტები ამით და იმით. ანუ ეს არის ასეთი ბეკონი. ეხლა მე რო ეს შევჭამო თქვენ ხო არ გეწყინებათ. შეიძლება კინაღოზე მაწყინოს, მაგრამ აი დართ. მე ვთქვი თუ ახალი არ არის, თუ ძველი ის არის მეთქი გახსნილი არ მომცე ესა და არა, ეხლა გავხსენიო, კა? ეს მდნარი ყველი ლაქტოზას გარეშე. ეს ფირმა მარტო ლაქტოზას გარეშე აქვს. ეს სალმონე. ეს არის ნაკუწები ხალხო. ანუ ფთილები ხო არის ფთილები, ანუ როგორ ვთქვა, ფთილები არა, ნაჭრეები რა, თხელნაჭრეებად დაჭრილი იყიდება საერთოდ. ნუ ნაჭრეებიც იყიდება, უფრო ძვირია კიდე. და ეს არის ნაკუწალები. ანუ რო დარჩას დაჭრაში ისინია, მაგრამ ცოტა ნაკლები ღირს და ჩემთვის კარგია, რამდენი გრამია? 200 გრამია, მაგრამ მე ჩემთვის იმიტომ არის კარგი, რომ გადასარევად გამოვიყენებ სუში. აბა მიხვდით ეხლა რომ სუში უნდა გაკეთდეს. აი, ვიყიდე იგი. ბრინჯი მაქვს და ნორის ფურცლები ვიყიდე და იქნება ხვალე სუში. გვექნება. კარაქი, ეს არის სანტა-ლუჩიას კარაქი, ძირითადად გერმანულ კარაქს ვყიდულობ ხოლმე თუ ბავარიულს არ ვიცი სადაურს და ეხლა ეს იყო ფასდაკლებაში ღირდა 3 ევრო ფასდაკლებით. ჩემი ყოველი დილა კარაქიანი პურით იწყება და მე 1 წელია, ადრეც ავთქვი და თუ ვინმე ახალი გადამაწყდებით, ღვიძლი სად არის, არ ვიცი, არა და სუნთკიო და ყოველ დღე მტკიო და მოკლედ კარაქი ჩემთვის ეს არის ქათმის ფილე, კერდი, ნახევარი, დაიცა, ირეკლავს. ქათმის ფილე, ნახევარი ვიყიდე, რა კიდაო არ ვიცი. ეს არის, ხო, ერთად გავატარებ ამას. ეს არის ღორის ხორცი, ღორის ბარკლის ნაჭერი არის რბილი და უნდა გავატარო. აღარ ვატარებენ თუ აი ძალიან რამეში ძალიან არ მეჩქარება, ან არ მეზარება, რა ვიცი რა გატარებულ ხორცს აღარა ვყიდულობ, იმიტომ რომ აი არ ვარ გარმი, ჩემ თვალწინ რო ატარებენ იქვე. არ ვიცი არასდროს მანქან არ ირეცხება, არ ვიცი რატომ, მაგრამ შიგ ხორცია ხოლმე დარჩენილი და რომელიც არ ვიცი რა ვერ გეტყვით, მაგრამ სახში რომ მოიტან უკვე აღარა ვარ გაისეთ და სახში რო ატარებ ხორცს სხვა რამეა და ვიყიდე ეს ოხერი ხორცაკეპი მანქანა ელექტრონული და გამოვიყენო არა, ხო სწორია. ეს არის თხილეული, რომელსაც ასევე ყოველ დღე მივირთმევ. მინდა ხოლმე რომ სადილის მერე, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვახერხებ და სადილისა და ვახშამ შუაში ჭამ 20-30 გრამს. ეს არის ინოჩენტეს ორცხობილები ლაქტოზას გარეშე. ბარემ ორცხობილებთან ვარ. ეს არის ჩემი ორცხობილები. ჩემი ორცხობილები შაქრის გარეშე, ჩემთვის ესა. მე სხვა ადამიანი ვარ. ეხლა იშოვება და რატო არ ვიყიდი? ესეც უშაქრო, ეხლა უშაქრო არაფერი აღარ არსებობს, მაგრამ ძალიან დაბალი შაქრის შემცველობა აქვს და გემრიელიც არის სხვათა შორის ესენი. ეგენი ჩემთვის ეს ჩეკი გვაქვს. თუ გინდა ყელზე შემოიხვიე შარფად. ეთყობა რამე ფასდაკლება მექნება.
ორი მაქვს. ბონო 8 ევრო. 8 ევროს დამიკლებენ თუ ვიყიდი სულნას პეზადი 40 ევრო. 40 ევროსაც რო ვიყიდი 8 ევროს დამიკლებენ და 2 ცალი მომივიდა ეგეთი. ერთი ავოკადო, აბა ისა სუში რო უნდა გავაკეთო, ეს ხო გვინდა? გვინდა. კიტრი ხო გვინდა? გვინდა. ძალიან ძვირია ეს სუში რა, მოკლედ. შემოვიდა ძალიან ბევრი სუში, რაღაც კანაპეშკები, რაღაცა კოქტეილი, სალათები, რაღაც პატარ-პატარა რაღაცები საახალწლოდ. არ გაიყიდა, ეხლა ყრია ფასდაკლებით თითო ესეთი შეფოთა 3 ევრო 3.5 იყირს. აბაბაბა, არ ვიყიდი, მეინოს როგორ ვიყიდი. კიტრია ხალხო, ოღონდ პატარა კიტრები, აღარ იშოვება, ეხლა ესეთი კიტრებია შემოსული და მაინც ვიყიდე, 3 ცალია. ეგა, ეს რა არის? წვანელობიო, დიდი რამე არ არის, მაგრამ რაც მთავარია, იტალიურია. მაიცად? ხო, იტალიურია, იმიტომ რომ შეფუთულები დისკაუნტებში არის ხოლმე ბრაზილიური და რავია, ესეთი მრგვალი მწვანელობიოა, ძალიან ბევრი არ მიყიდია, გვეყოფა და თავსაც აგვივა რა. ეს არის ლიჩის აი ის მაღაზია როა რაღაცა ფრუტიკოვო თუ რაღაცა ქვია, არ ვიცი სად არის ისანთა ნავლაბარში, დიღომში, არ მახსოვს ეხლა, TikTok-ზე მხდება ხოლმე მაგის რეკლამა და ეს ეგზოტიკური ხილი რო აქვს. დედა რა ფასებია, გავგირდი და ჩამოაქვთ და იყიდება, ხო ყიდულობს ხალხი. ეს არის ლიჩის, რომელიც აღირდა კილო 6 ევრომდე მგონი, ეს უნდა გაიფრთხნას. ასტე გავთქვი ახლა ერთს. ამას გავუეწერებთ და გვაქვს. აი, ესეთ ზურება კანი, შიგნით არის ასეთი რბილობი. შიგნით ასეთი რბილობი, რომელსაც აქვს შიგნით კიდევ კურკა. არ მინდა ძალიან უზრდელი ვიყო, მაგრამ თან მინდა რომ კურკა გაჩვენოთ. დიდი არაფერი საჭმელი არ აქვს, რბილობი ძალიან ცოტაა, მაგრამ ძალიან გემრიელია, წვნიანია და ესეთი კურკა აქვს დიდი. წვნიანია და რა ქვია მაგას, გემრიელია, ნაზი, რაღაცა ძალიან ნაზი, არომატული, თითქოს ვარდის ფურცლის გემო აქვს. აი ესეთი რაღაცა გემო აქვს, სასიამოვნო. ეგა. ეხლა რა? ხო, ეს ფილადელფია ჩემთვის ის მეორე მდნარი ყველი ლაქტოზას გარეშეა და ეს ფილადელფია ორიგინალია, დიდი შეფუთვაა. სუშისთვის, სუშის ხო გვინდა? გვინდა. ეს რა არის? ეს გახეხილი ყველი გავახეხინე იქვე ჩემ თვალწინ, 30 თვის დაძველებით არის პარმეზანი. ესე ამდენი, რა ვიცი, რამდენი გამიხეხა. კანი რომელიც არ გაიხეხა, ეგრევე ჩამოვარდნილა დაიცა. ეგ შეგვიძლია მივირთვათ. ან რამე იმაში, შემიძლია იმაში ჩავაგდო, რა ქვია მაგას. აი ეს არ გაიხეხა, ეტყობა და მანქანამ ასევე ჩამოაგდო და ეს შეიძლება რომ რიზოტოში ჩავაგდო და კაი გემოს მიცემს რა. ასე, ესეც აკდავდოთ, აღარა მქონდა, გათავდა ინოჩენტე ბოლო მოიყარა. ეს შავი ხიზილალა, ინოჩენტე კი მეუბნება რომ მაგფასაც რა ხიზილალას იტყუებ თავსო და რა საჭამო, მაგრამ რო გითხრათ სიმართლე, კარგი გემო აქვს.
ეს არის რამდენი გრამიანია? რამდენი გრამიანია ხალხებო? 50 გრამია და 3 ევრო ღირს. ლამპო, უოვადი ლამპო, არა წერია რომ ხიზილალა, ეს არის თევზის ქვირითი, მაგრამ რო გითხრათ საკმაოდ კარგია. და ეს რატო ვიყიდე? ისევ ჭამ ხოლმე მივირთმევ. ვაიმე ეს აბადოკი, ფიქრიას ნაჩუქარი აბადოკი მიკეთე. ამას ესედაც მივირთმევ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან დაბალი კალორია აქვს და ნუ ცოტა რაღაცა სარგებლობა აქვს. მაგრამ ეხლა იმას სუშის რო გავაკეთებ, სუშიზე დავადებ ხოლმე ზემოდან და ძალიან მომწონს. უხდება. ეს არის ფქვილი ნომერი 2, ეს ფქვილი, იტალიური რაღაცა ფქვილია, ქვაზია დაფქული და რა ქვია, პური უნდა გამოვაცხო ჩემთვის, ამას გაურევ ეხლა იმას სერ ფქვილს და გამოვიცხო პურს, ძალიან დაბალი ინდექსი აქვს კარბოჰიდრატებს, რა ქვია, კარბოჰიდრატები და შაქარით შესაბამისად. კიდე რა ვიყიდე? კოცებ მიდიები ვიყიდე, მიდიები, ხვალე იქნება მიდია. მე ვხარ როგორია მეთქი და რა ვიცი, ადრე უფრო კარგი იყო და ეხლაც არა უშავრაო და აჰა. ხო და ვიყიდე ეს ერთი პარკი მიდიები. ვიცი რომ ძალიან ბევრი კაისულია, მეთქი რამე ხო არ არის. ძალიან ბევრი თვალს არიდებს ხოლმე, როდესაც მიამეებს გაჩვენებთ, მაგრამ მიდიები. ზოგი დიდია, ზოგი პატარა, ეს ეგეთი საშუალო ნორმალურია. ესპანურებია ხოლმე, ესპანიოლა დიდები და სარდენია არის ძალიან კარგები ხოლმე. ეს მეზღვაურულად უნდა გავაკეთო, რავი, როგორ გითხრათ, არის კარაქით და ნივრით. და ეს ყოველ ჯერზე რომ მივდივარ, ვამბობ, რომ ამას აღარ ვიყიდი. მაგრამ მაცანკოლია და მაგრამ მაინც ძალიან მომეწონება და მაინც ავყიდულობ ხოლმე ამას. და ეხლაც ვიყიდე. თანი ბიჭს ვაცინებდით, ჩემ თავს ვებრძვი მეთქი რომ არ ვიყიდო და კაიო მითხრა, ცოტა ისაო მოთმინება იქონიე და გააკეთებო. აჰა. აბატონო, ამაზე თვალებს ახუჭავთ ხოლმე. ზოგი ამას უცხოეთში ვინც არიან რუსები, უკრაინელები და იმას აჩვენებენ ხოლმე რა, სამზარეულოს, ამბობენ რომ ესენია კრევეტები. არ არის ესენი კრევეტები, ესენი არიან კრევეტების ბიძაშვილები, ძალიან კარგი კრევეტები იყო და არ ვიყიდე, რატო არ ვიყიდე, რა ვიცი. კრევეტების ბიძაშვილია მაცანკოლე ქვია და ნუ გვანი. ხო და ეს ვიყიდე, ამას უმსვე ვარჩევ, როგორ არჩევო თუ მეტყვით. ეხლა კი გავითათხებით მე და თქვენ თავს მოვაძრობ, არ ავჭამ თავს. მე აი ეს ჯავშანი აქვს, მაიცა. აი ესე და აი ასე. მოვუჭერ. აი ეს არის ჯავშანი, რომელსაც მოვაშორებ, იმიტომ რომაფერში არ ვჭირდება. ეს არის თვითონ რბილობი და ამას ეხლა აი აქ თუ როგორ მე მოვახერხი კოვზით ვიზა. ზემოთ მხარეს აქვს ნაწლავი, რომელიც უნდა მოწშორდეს. კბილის ჭხირით ვაკეთებ ხოლმე. ან დადის წვერით და ეხა თუ მოვახერხე აი ესაა ნაწლავი. ჩანს? ხო. ეს უნდა მოშორდეს, იმიტომ რომ თუ ამას გაარჩევთ და არ მოაცილებთ, ან ჯავშნითვე გააკეთებთ და კრევეტებს რო ჯავშნითვე ვაკეთებ ღუმელში, ამას აუცილებლად ვაცლი, იმიტომ რომ მე ძალიან უსიამოვნოთ, გემოთ ცუდი ექნება პირში მწარე და პირში ხვდება ცუდად. ეხლა ეს უკვე სუფთაა. ამას თავისი ყინულებიც აქვს. ეს კორსი აქა, იმედი არ გადავაგდებ მერე, ხელები გავწმინდოთ. აი ეს ჩემო კარგებო, მასტერკლასიც ხო ჩავატარეთ. ეხლა რამდენი გადავიხადე ამ ყველაფერში. ანუ ხორცია, რამდენია? 9 კილო, 600 გრამი ღორის ხორცია, 9 მკერდია, რომელიც არის ასევე 9 კილო. ორნაირი მდნარი ყველი, პეჩენიები, ჩემთვის, ჩემი ქმრისთვის, გახეხილი პარმეზანი, მწვანე ლობიო, თხილი,
მიდიები, კრევეტები და ვარქვათ კრევეტები, რა ვიცი, ეს ცოტა ლიჩი, სიკიტრი, ფქვილი, კარაქი, 1 ავოკადო და 200 გრამი სალმონე და ბეკონი. მე მგონი რომ საკმაოდ კარგი ნაყიდობა, ანუ თუნდაც რომ ოჯახმა ეხლა ეს 1-2 სადილი აქედანაც გამოვა, თუ ადამიანი მოიწადინებს და მოინდომებს, ხორციდანაც გამოვა ორჯერ ან მეორე თავი კერძი ან რაც იქნება. ეს პეჩენიებიცა გვაქვს, ხიზილელაც გვაქვს, მოკლედ მე მგონი, ხო, ეს პარმეზანის კიდე ის არის კრემი ხო ვიყიდე. მაგით შეიძლება ბუტერბროდები გაკეთდეს, შეიძლება ისა რა ქვიან, რამე ისეთი იმას დაემატოს მაკარონს რა და ძალიან გემრიელი გამოვა. ხო, ეს კიდე სური, რა ქვია, ფოთლები, ესეც ხო ვიყიდე. ეგეც 3 ევროღის თუ რაღაცა ეგა. და რამდენი გადავიხადე? 60 ევრო და რაღაცა. ხო. 60 ევრომდე არ არის. მაიცა რაღაცა თავს ვიკლავ. აქ არ არის. აქ არ არის. არა, გენაცვალეთ. 58 ევრო და რაღაცა 38 კაპიტა. ეხლა თქვენ მითხარით, არ უნდა გადავიყვანოთ, ვამბობთ, ხო? თუ გადავიყვანთ ლარებზე გამოდის სადღაცა 160 ლარი, არ ვიცი თუ მოვა 160 ლარად ეს ამბავი. თუ არ გადავიყვანთ და ლარებზევე დავტოვებთ 60 ლარში თუ ეს მოვა საქართველოში, არ ვიცი. ეხლა თქვენი ჯერი არის რომ დაწეროთ თქვენი მოსაზრება და გამოცდილება თუ გინდათ, რა ვიცი, თუ ისა მე მაგიტომ მოვიტანე ეს ნაყიდობა და ფასები. ძალიან არის დაძვირებული ხორცი, ეს ბარკლის ნაჭერია ყველაზე იაფი და ღირს 7 ევრო და 88 ევრო. ესა კაპოკოლო, ანუ აი კისრის ის რო არის, ჭრელი რო არის რაღაცა, რა ვიცი, რა ქვია, არ ვიცი. ეგ 13 ევრო ღირს კილო და მე უფრო საქონლის ხორცი უფრო ზევით და ზევით. და ცხვარი ყველაზე ძვირი, მაგრამ დაძვირებული არის ფასები, მაგრამ რა ვიცი, არ ვიცი. მოკლედ ეგრეა. ხო და ასე ეგ იცი რა, მოდი ამ ყოს რო არ გავაყოლო, აი ესე დავდებ რო ჩანდეს. თორე ბევრჯერ რაღაცას გადავაგდებ ხოლმე. არ ვიცი ხალხო, მე მგონია რომ არ გადავიხადე ძვირი. ხან არის ხოლმე რომ თუ აი ცოტა სისულელეებს რაღაცას იყიდი, ახლა აქ არ არის ბოსტნეული დიდად მარტო კიტრი და მწვანელობიოა, ხო? არ არის ხილი, იმიტომ რომ არ ვიყიდე ხილი, იმიტომ რომ 1-2 მსხალი, 1 ვაშლი, 1 პორტოხალი და 1-2 მანდარინი გდია. ბანანები დილას ვიყიდე. ხო და ხვალე რომ იქი წავალთ ხილბოსტანში, იქ ვიყიდი ხილს და ბოსტნეულს. აი ძალიან დარდიანი ვარ, რომ აი ეს ჩემი მინანქრის ბეჭედი, რომელიც ძალიან მიყვარს, ძალიან ცუდი კვირა მაქვს, ერთი წყვილი საყურე, რომელიც ძალიან მიყვარს და სუის მეკეთა, ვეღარა უპოულობ, არ ვიცი სად დავდე, არ მახსოვს, არა და არ ვიცი საყურეების მიყრა 1-2 ადგილია, ან აი აქვე უნდა დავდო ხოლმე ტუმბუჩკაზე, ან კიდე საწოლთან კომოდზე, მეტი არსად არ ავყრი და არ ვიცი, ვერა უპოულობ, ნუ რა ვქნე ხა კერ გადავყვები, მაგრამ რო რაღაცა გიყვარს და ეს ბეჭედი 2 დღეა რამდენი ხელი მოვჭიდე, იმდენი ჩამივარდა და ამოხერი ატაკზე კიდე რო დავარდა, ვაიმე მეთქი არ გატყდა, გამიხარდა, კიდე ჩამივარდა, არ გატყდა. წეღან მოიხსენი ხელიდან რომ უნდა დამებანა და ისევ გამივარდა, რა კოინაში ჯაეცა. და წეღან რომ ბარში ყავასავს სვავდი, უცებ აი აქ კუთხეში დავინახე და არ ვიცი ხა თქვენ დაინახოთ არაში გაინტერესებს, მაგრამ აი აქ სადაც კუთხე აქვს, იქ ამტყდარია ემალი. და უცებ ესე მქონდა ხელები დახოზე და დავინახე, ვაიმე მეთქი იმას ვეუბნები ტერეზას ქმარს. ვაიმე მეუთხარი აქ გატყდა, უფრო ძალიან ამტყდარა. ხო და ეგრე ჩანსო. რას ვიზამთ? ეგრე ხდება, ეგეთი რამეებიც ხდება. ხო და ასე ჩემო კარგებო. ზარალზეა რა, არა უშავრა ხალხო, სხვა მხრივ იყოთ კარგად და ვაიმე, ხალხო ერთი კომენტარი იყო და ისაო, ნანაო, მე მგონიაო და მჯერაო, რომ ბევრმა ვინცო ფანჯარასთან სანთელი ავანთეთო, შენც გაგვახსენდიო და
ისე მეტი რა, ისე მომივიდა ცრემლები, დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო, ვინც ეგ დამიწერეთ და თუ ვინმეს კიდე როდისმე თქვენ ლოცვაში მეგახსენდებით, თქვენ ხო იცით რომ მე მადლობების თქმით არ ვიღლები და ყველას ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ დგევარ ხალხო ფეხზე და იმიტომ ვარ ოჯახად ეთყობა თორე რა გითხრათ. ხო და ქალბატონო ეგ კომენტარი რომ დამიწერეთ ძალიან დიდი მადლობა. აი არ ვიცი რა. მარტო ჩემი ქმარი კი არა მეც ზღვარს იქით გაოცებული ვრჩები ხოლმე. ხო და აი ისეთი მადლობელი ვარ ამ სიყვარულისთვის, აი ისეთი არ ვიცი თქვენ ვისაც გიყვარვართ ძალიან დიდი სიტყვა გიყვარვართ ვისაც ჩემთვის კარგი გინდათ და მიწერთ რომ ნანა მიყვარხარ და გელოდები და მიხარია შენი გამოჩენა ხო ეს იმხელა არაფრით არ დამიმსახურებია მე მაგრამ იმხელა ძალას მაძლევს ხალხო ისეთ მუხტს მაძლევს ისეთი ვხდები რომ აი ლომი კი არა 10 ჯერ ლომი ვხდები ხო და ყველა აი იცოდეთ რომ ყველა ეს გულწრფელად დაწერილი კომენტარი, სადაც მეფერებით, სადაც მამხნევებთ, სადაც კარგს მისურვებთ, ჯანმრთელობას მისურვებთ, თქვენ არ გეგონოთ, რომ სადმე დაიკარგება. ჩემამდე ხო მოდის, მე ხომ შველის, მაგრამ აუცილებლად 10 მაგათ, 100 მაგათ უკან დაგიბრუნდებათ. თუნდაც მე არა ვთხოვო ღმერთს, მაინც უკან დაგიბრუნდებათ, ყველაფერი სიკეთით, მართლა გეუბნებით, დამიჯერეთ, იმიტომ რომ მე ახლა ეს სიყვარული რომ მოდის თქვენიდან ჩემთან და ეს ამდენი კარგი სურვილი და ამდენი გულშემატკივრები ხო ეთყობა სადღაცა კარგი გამიკეთებია ეთყობა სადმე რამე კარგი და ის კარგი მშველის ახლა მე და ის მიბრუნდება პირველ ოპერაციაზე დედაჩემი რომ აბა ისეთი ელდა იყო რომ რა გითხრათ ამას გეუბნებით რამდენი წლის წინ 25 წლის წინ მეტი კიდე რა 25 აღარ მახსოვს რომელი წელი იყო და დედაჩემი რო ოპერაციაზე მივდიოდით მე და დედაჩემი ძმა თბილისში იყო რა უკვე და მე და დედაჩემი მივდიოდით მარშრუტკით და მთელი გზა ხა ვტიროდი დედაჩემი ხედავდა თვითონ მე ჩუმად ვტიროდი მაგრამ ვერ ვიკავებდი თავს და მარტო ერთ რამეს ვეხოცებოდი ღმერთო თუ როდისმე ჩემ ოჯახს დედაჩემს მე კარგი გაგვიკეთებ თუ როდისმე მეთქი აი რამე ღმერთო ეხლა გვიშველე მეთქი და ისე ყველას შველა და მე და თქვენ რომ მართლა გვიშველა ღმერთმა იმ პირველ ოპერაციაზე რომ ისე გამოუძვერით რომ რა ვიცი რა არაფერი რა დაჭირდა ხო და ასე ჩემოკარგებო აი ახლა იმის თქმა მინდა რომ ეგ ყველაფერი რასაც მე მიგზავნით და რასაც ჩემთვის კარგს მისურვებთ ხო დარწმუნებული ვარ 1000% სულ ყველაფერი დაგიბრუნდებათ შეიძლება დღეს არა ხვალ არა მაგრამ მე ყოველთვის ვიცი რომ სადაც გაგიჭირდებათ სადაც იქნება ყველაზე რთული თქვენთვის ზუსტად მაშინ მოგიბრუნდებათ ყველა სიკეთე რაც გაგიკეთებიათ ეს არ არის სიკეთე არ არის მარტო ის რომ ვიღაცას რაღაცა მიცე ან პური აჭამო და ან ფული მიცე და ეგ არა ხალხო კარგი გემრიელი გულიანი გამარჯობაც და ერთი მოსაფერებელი სიტყვაც დამიჯერეთ ძალიან დიდი რამეა იმიტომ რომ როგორც მე მივხვდი და ვაკვირდები არა სამყაროში ყველაზე ძალიან პოზიტივი ფასდება იმედი და რწმენა ეგ ძალიან არ იკარგება არანაირად არ ახუნდება არ აცვდება და არსად არ აორთქლდება და არ იკარგება დამიჯერეთ ხალხო დამიჯერეთ გეუბნებით მე თქვენ ასე ჩემოკარგებო ესეც გითხარით მინდოდა უბრალოდ რომ მეჩვენებინა და ნუ მე შევადაროთ და გავიგოთ სად როგორ რაყით და რანაირად ხან არის კიდევ ვიმეორებ ხან არის რომ აი ამდენ პარკში ნახევრად რაღაცას ვიყიდი რავი რა უაზრობას რაღაცა 1-2 რამე და გადამახტევინებენ 25 ევროს და 28 ევროს და ვიტყვი ხოლმე დღეის საჭმელიც კი არ არის და რა გადავიხადე რა გადავყარე თქო და ეხლა ნუ ვთვლი რომ ნორმალური ნაყიდობაა იმიტომ რომ თუ ადამიანი ჭკუით გადაანაწილებს 2-3 დღის საკვები ორი ადამიანისთვის ნამდვილად არის ხო და ეგრე ეხლა ხვალე იქნება თევზის დღე იმიტომ რომ მიდიებს გავაკეთებ
და სუში ჩემთვის ინოჩენტეს არ უნდა თუ გინდა თოფიეს როლი არ უნდა ხო და ასე ჩემო კარგებო დილას აქ ჩვენთან ახლო რომ გავედი ვიყიდე 2 ვაშლი ღირდა 2 ევრო ნახევარი 2 ცალი ვაშლი იყო ევრო და 30 ცენტესისა და მე ვთხარი რომ მოვედი გამწარებული მოვედი ინოჩენტეს ვთხარი ხვალე წავიდეთ იქ მეთქი და ვიყიდო ნორმალურად ყველაფერი და მოვათრიო ხილდა ბოსტნეული მე კი არა ვჭამ ხილს მაგრამ მაინც ხო და ისა ბრაფასებია აქ ხო ეგ ვიყიდე დილას რა ვიყიდე კიდე ერთი ნაჭერი ყველი გრანა პადანო რომელიც არის აი ისე რომ მე მიგვერთმია სადილად იმიტომ რომ ასაკში ვართ და კალციუმი გვჭირდება ეგ ერთი ნაჭერი ეგ ვიყიდე სადილზე დავჭერი და ნუ სულ არ შეგვიჭამია დიდი ნაჭერი არ იყო პატარა ეგ ვიყიდე რა ვიყიდე მეც არ მახსოვს ხალხო 2 ბოთლი რძე, სანამდე იმეებს მოვათრევდი სამცალს 2 წამოვიღე. 20 ბოთლი რძე მაქვს ახლა, უიბე რა კარგია რა დასვენებული ვარ. ხვალე არა, იმიტომ თუ გავდივარ ხვალე შეუკვეთავ წყალს და დავისვენებ ყველაფერს მოვამარაგებ. ხო და ისა 2 ბოთლი რძე, კიდე რა ვიყიდე არ მახსოვს. ხო, ერთი პატარა გოგრის ნაჭერი, გოგრა პატარა რიზოტოს, ერთი ბრინჯი, 1 კილო ბრინჯი და არ ვიცი რამდენი გადავხდეთ 13-14 ევრო გადავიხდი მოკლედ და არაფერი არ მომიტანია და მოკლედ ფული კი წავიდა და აჰა ეხლა ნუ ხედავ რომ ნორმალურად კმაყოფილი ვარ ასე ჩემო კარგებო წავედი ახლა მე დაგემშვიდობებით აი ესე უნდა ვიყო ჩაღო რომ მოვვარდე ხოლმე და მოვქანდე ხოლმე და ისა ჩავწერო რაღაცა ვიდეოები წავედი ეს ისა მელოგინე ქალივით რომ აქ შემოხვალ მელოგინე ქალივით ამაკ შემოხვალ წავედი მოვალ ამ დღეებში კიდე აუცილებლად შემოგირბეთ კოცნით ყველას გეხოვით გეფერებით დიდ მადლობას გიხდი და ბოდიშს მოგიხდი არა ხო და დიდ მადლობას გიხდი გრამატიკაც გავიბეორი წავედი ხალხო კოცნით ყველას